დღეს მე სტუმრად მყავს წყუბები, რომლებმაც ერთმანეთის სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვეს. აღმოჩნდა, რომ თურმე იყო ჩემი და აყვანილი ბავშვისთვის იმის გააზრება, რომ ის არა მარტო აყვანილი, არამედ ნაყიდია. აი რაღაც თითქოს ის შეგრძნება გიჩნდება, რომ ნივთი ხარ და რაღა ვიღაცამ გიყიდა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემ მშობლებს გამართლება მოუწებნო ამ მხრივ და ვამბობ, რომ სხვა გზა არ ქონდათ. შვილი უნდა ეყიდათ. ბავშვს წაიყვანთ, მაგრამ სანაცვლოდ თანხა უნდა გადაგვიხადოთ. აქ იყო საუბარი დაახლოებით $5,000-ზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა და რატო მოხდა თქვენ გაშვილება? ეს ამბავი არა, ნუ პასუხის მოსასმენა და პასუხისთვის არ ვიყავი მზად კი. ანუ ეს იყო იმ ხელა ექშენი ჩემ ცხოვრებაში ეს 8 წელი, რომ უცებ რომ მორჩა და დავჭექი უაზრდას. ხო და აი შემეკორა კითხება რომ ეხლა რა შვებითო? ეხლა მეთქი სხვებს ვეძებთ. სხვის დედებს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ აყვანილი ბავშვისთვის იმის გააზრება, რომ ის არა მარტო აყვანილი, არამედ ნაყიდია, არც თუ ისე მარტივია. თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემ მშობლებს გამართლება მოუწებნო ამ მხრივ და ვამბობ, რომ სხვა გზა არ ქონდათ. შვილი უნდა ეყიდათ, იმიტომ რომ შვილის აყვანის პროცედურა იმდენ წელთან და იმდენ შრომასთან არის დაკავშირებული, რომ შეიძლება ვერც მოახერხონ. ამიტომაც, სწორედ ამიტომ ექიმებმა ხელის მოთბობა გადაწყვიტეს და ბავშვების სამშობიაროებიდან გაყიდვა დაიწყეს. მაგრამ ალბათ ეს ექიმები ვერასდროს არ მოიდგენდნენ, რომ გავიდოდა წლები და ისე განვითარდებოდით, რომ სოციალური ქსელით სრულიად შემთხვევით ჩვენნაირს აღმოვაჩენდით. დღეს მე სტუმრად მყავს წყუბები, რომლებმაც ერთმანეთის სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვეს. თუმცა ისინი არ ცდილობენ ბიოლოგიური ოჯახის პოვნას. თუ რატომ? ამას ანასთან და ელენესთან ერთად გავარკვევთ. სანამ ჩვენ სტუმრებს წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სივრცეში, სადაც შეგიძლიათ თქვენ შეაწეროთ პოდკასტი, გადაიღოთ ინტერვიუ ან თქვენთვის ასურველი ვლოგი, ისე რომ არაფერზე ფიქრი და ნერვიულობა არ მოგიწევთ. გოგო, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მოყვდით ჩვენ პოდკასტში და პირდაპირ საქმეზე გადავალ. თქვენ ერთმანეთი იპოვეთ სოციალური ქსელის მეშვეობით. მანამდე გქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ტყუპის ცალიდან ყავდათ და როგორ მოხდა ერთმანეთთან დაკავშირება? მანამდე არანაირი ინფორმაცია არ გქონდა, რა თქმა უნდა, ტყუპის ცალთან დაკავშირებით. უბრალოდ ეს რაღაცა მერე უკვე ჩვენი დაკავშირება მოხდა TikTok-ის საშუალებით, რომ მე ვდებდი რაღაცა ვიდეოებს, ასე შემდეგ რაღაცა უფრო აქტიური ვიყავი, ესე რა ვთქვათ, სოციალურ ქსელში და მაგის შემდეგ უკვე კომენტარები წამოვიდა, რა თქმა უნდა, ამ ჩემ რაღაც ვიდეოებზე და ერთ-ერთ ვიდეოზე უკვე როგორც ვიცით, მიკომენტარებს ეს ერთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა უკვე ჩვენი მეტი რაღაც და მიკომენტარებს ეს რაღაცას, რომ ალადაშვილის კლინიკაშიო, რა გინდოდაო და იმ დროს მე ნუ საერთოდ არ ვიყავი იქ, ანუ იქვე ვცხოვრობ, მაგრამ სახლიდან არ ვიყავი გასული და თურმე ჩემი და არის ჩამოსული, როცა მე არ ვიცნობ საერთოდ ასე არა ვარ ამ ამბების რაღაც და ჩემი და არის ჩამოსული ალადაშვილის კლინიკაში და ის დაინახა და მე მიკომენტარებს ამ ყველაფერს და მე ამ ბევრი მტკიცების მერე რომ მე არ ყოფილა რაღაცა ისეს დათაგა უკვე ანა კომენტარებში. იქიდან გადახვედი და იქიდან გადავედი TikTok-ის გვერდზე, მაგრამ ვიდეოები არ ედო. რატომღაც მაინც დავინტერესდი და ეს Facebook-ზე ვნახე იგივე სახელით და გვარით. და წკაბდა მეჩნდება ჩემნაირი. რაღაცა თამაში ანასაც რაღაც უფრო გავდით რა რაღაც ერთმანეთს რაღაც ანას თუნდაც ცხვირის ოპერაცია არ ქონდა გაკეთებული რაღაცა თმის ფერიც ერთი ქონდა ყველაფერი და აი ზუსტად ერთი და იგივე ადამიანს ის რომ ვინ ხარ და რატომ გავხარ პირდაპირ მირეკავს. პირდაპირ დამურეკე ყველაფრის გარეშე გამარჯობა რატომ გავხარ. და არც ერთ მაისოდით აყვანილი რო იყავით. არა, მაგ პერიოდში არა, მე გავიგეთ უკვე. იმ პერიოდში არ ვიცოდით და ეში რა რეაქცია ქონდა ელენემ რო დაგირეკა ეს უცებ რო გირეკავს შენი თავი? არ ვიცი, პირდაპირ მირეკავს და მეუბნება, აი გამარჯობა და რატომ გავხარ.
მეთქი რავი არ ვიცი რატო გავარდე ვიდეო კოლით დაურეკე? პირდაპირ ვიდეო კოლით დაურეკე დავამატე ამას ეგრევე დავამატა იმ წუთასვე და ეგრევე ვიდეო კოლით დაურეკეთ და სულ ეგრევე წავიდა ლაპარაკი. უცებ ეს რაღაცა ის არ ქონია რომ რაღაცა ჯერ პირველი კითხვა იყო რომ მომედი არ არის და რა უნდა მე რატომ გავს მე რატომ მირეკავს და აღმოჩნდა რომ რეალურად თურმე იყო ჩემი და მაგრამ სანამ ყველაფერს გაიგებ და გაიაზრებ და ამ კითხვებს დასვა საკუთარ თავთან ანუ ვინ არის და რატომ მირეკავს მანამდე ხო შოკი იყო ეხა ესე გირეკავს ზუსტად შენნაირი და გელაპარაკება რაღაც თემებზე გიწყებს საუბარს და მე ასე ვერ მოვიდა რა კითხე რა შეელაპარაკებოდა თავიდან დავუწყე იმას საუბარი რომ მეთქი რაღაცა გამარჯობა პირდაპირ ანუ არანაირი ყველაფერი შესწავლის გარეშე მეთქი გამარჯობა როგორ ხარ რატომ გავხარ იქ სამი რაღაცა ესეთი კითხვა იყო და მე უკვე ნელ-ნელა რაღაცებს ველაპარაკებოით ერთმანეთს რომ შესაძხოვრობ მე რაღაცა თბილისში ვარ ისის და უბრალოდ ისეთი მომენტი იყო რომ ვინაიდან არ ვიცოდით ორივემ რომ ნაშვილები ვიყავით და რაღაცა ორივეს გეგონეთ რომ მამ რაღაცა მამის ამბავია ან რაღაცა ანუ ვერც ვაანალიზებდით ანუ ეს კითხვები ვერც მოდიოდა თავიდან ანუ ჩვენ თავთან არ მოდიოდა ფიზიკურად ეს კითხვები რა და მე უკვე ნელ-ნელა როცა ეგ ამბები გავიგეთ უკვე სერიოზულად შევხედეთ ამას თავიდან ვღადაავდით რომ მეთქი აი რაღაცა დები ხო არ ვართ მონდი რაღაცა გავიკეთოთ ენები რაღაცა მამაში აი მომენტი არ ვიცი ხუმრობით იყო ეს ყველაფერი თავიდან და მე უკვე ნელ-ნელა უცა გაირკვა და მე მითხრეს როგორ გაირკვა მე მითხრეს თავიდან რომ შეგიტყვეს ნუ რაღაცა ვინ გითხრა ესეთ სიტუაცია იყო რომ დედა ჩემს ვესაუბრებოდი აი კაკასის რუსეთ-უკრაინის ომის ამბები დაემთხვა რაღაცა ზოგადად ვესაუბრებოდი რომ მეთქი რა კარგი იქნება რაღაც პატარა ბავშვი რო ავიყვანოთ ვინმე რაღაცა გავზარდოთ რაღაც ისე ვესაუბრებოდი უბრალოდ და მე რაღაც რო შევყევით ამ ლაპარაკს მეუბნება მსგავს რაღაცა ვეუბნები უბრალოდ მსგავს რაღაცას რომ ისე მე რო დავფიქრდები მეთქი ჩემი ბიოლოგიური შვილის მსგავსად შეიძლება აყვანილი არ მიყვარდეს მეთქი და დედა ჩემის სახეს წაეშალა და ეს ანას გაცნობის მერე იყო ეს ანას გაცნობის შემდეგ და არ დაგისვამთ და შენისთვის მაგ დროს კითხვა ანა ვერ ფიზიკურად ვერ ვუსვამდი მაგ კითხვას რაღაცებს კი ხვდებოდი აი რაღაცებს მინდოდა ამ თემაზე საუბარი რაღაც მაგრამ არ ვიყავი რა მზად ბოლომდე რომ აი პირდაპირ კითხვა დამესვა რა და ეს ამბავი რომ არა ნუ პასუხის მოსასმენად პასუხისთვის არ ვიყავი მზად კი და ერთ კითხვის დასმისთვის და უკვე რომ დავუსვი პირდაპირ მე კითხვა რომ სახე რომ წაეშალა რომ დავინახე და მეთქი რა გჭირს და ნუ მივხვდი მე უკვე და რა გითხრა ნუ აი რაღაცა ცოტა ხანი რაღაც ისე აი კადრივით იყო რომ პაუზა ქონდა ცოტა ხანი გაშეშ და გაჩერდა და მე იყო და მეთქი აყვანილი ვარ მითხარი მეთქი პირდაპირ მოდი ნუ მიმალავ და კიო რაღაცა და თუ გინდაო ყველაფერს რომ მოგიყვებიო რაც ვიციო და მაგის მერე მომიყვა რაღაც შენ რა რეაქცია ქონდა როცა გაიგრო აყვანილი ყავ ნუ აი თითქოს ხვდებოდი მანამდე ამ ყველაფერს რაღაცებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუნდაც აი დედა ჩემის ფეხმძიმობის ფოტოებს რო ვეძებდი გამწარებული, მაგის გარდა კიდე შეიძლება ის ყოფილიყო, რომ რო ვეკითხებოდი, მეთქი რომელ საათზე დავიბადე, რაღაცა ის სიტყვაზე, რაღაცა ზოდიაქოს მიხედვით რაღაცებს რო არჩევენ ხოლმე ის რაღაც ბედის მატრიცები, ეგეთ რაღაცებში დაინტერესებული ვიყავი და მან თქონდა იცოდი ადამიანმა რომელ საათზე დაიბადე, უფრო ზუსტად რო გამოითვალო თუ რაღაც მსგავსი. და ამ კითხვაზე არ მცემდა პასუხს, რომ მეთქი შვილის დაბადება რა ერთად უნდა. და ხო შეიძლება რომ მოეტყოებინე, არ გეუბნებოდა ტყუილს. არა, ტყუილს ერჩვენა რომ არაფერი არ ეთქვა რა და ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი იყო. თუ რამე გაინტერესებს კონკრეტული, მითხარი გაგცემ პასუხს. და ესე მიდიოდა რა. და აი როგორ გითხრა რომ აგიყვანეთ, აი როგორ მოგიყვა ეს ისტორია? ეს ისტორია მომიყვა შემდეგნაირად, რომ ნუ დიდი თანაცხოვრების უკვე რაღაც თანაცხოვრების შემდეგ უნდათ რომ საკმაოდ ესე ვთქვათ ახალგაზრდა ასაკში არ დაქორწინებულან და უნდათ რომ უკვე შვილი ყოლოდათ რაღაცა ისეს და ანუ ფიზიკურად არ ხდებოდა ეს ყველაფერი და გადაწყვიტეს რომ ბავშვის აყვანასთან დაკავშირებით მისული იყო საქმე და ჩემს დაეხმარა საკუთარი მეგობარი ნაცნობი რომელმაც ესე რომ ვთქვათ უთხრა რომ აი მე ვიცი რომ ერთი ბავშვი არის ძიძასთან ესე სადღაც არ ვიცი ზუსტად სად, ანუ არ ვთქვამს ეგ ზუსტი ადგილი და ესე ბავშვი არის ძიძასთან და იქიდან რაღაცა შეგვიძლია წამოვიყვანოთ ესე რომ ვთქვათ და რაღაც და აყვანა მოხდეს და მე უკვე მაგის შემდეგ წამოიყვანეს, მაგრამ იქ როცა მივიდნენ იმ ადგილას, უბრალოდ რომ დედა ჩემი არ მისულა, როცა ის ადამიანი მივიდა, ესეთი რაღაცა უთხრეს, რომ ყველა დეტალი უთხრეს, ჩემი წონა, სიმაღლე, როდის დავიბადე და მშობლების ანუ გვარებით. მე ამ წუთას ვიტყვი, რომ
სავარაუდო გვარი მაინც 100%. მოდი ვთქვათ მაინც თუ არ გინდა. ვიტყვი კი, მამა გეწაძე და დედა შუკაკიძე. შენ ემთხვევა შენ რა შენ არ იცი. და ესეთი რაღაც მითხრეს და იყვნენ საჩხერელი წყვილი, რომელთაც უკვე ყავდათ შვილები, ყავდათ უკვე ბავშვები, საკმაოდ ისეთი ხელმოკლე ოჯახი იყო და აქედან გამომდინარე, ალბათ, რა ვიცი, აღარ უნდათ კიდევ ერთი შვილის დამატება, ასე რომ ვთქვათ, ორი იმ წუთას ერთი უთხრეს. იმიტომ რომ ანა უკვე მანამდე უკვე გაშულებული იყო. და რა ვიცი, ეს იყო ჩემი ამბავი და ანას ამბავი საერთოდ სხვანაირად უთხრეს. ხო, ანასთან ახლა გადავთ, მაგრამ ჯერ მინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ შენებმა იციან, რომ შენ დაიბადე მეორე სამშობიაროში. როგორც ვიცი, კი, ანუ ეს კონკრეტულად სამშობიარო არ უთქვა. ანუ შეიძლება თვითონ ისინიც შუამავლების მოტყუებულები არიან რეალურად ამ ძიძის მხრიდან. ის ადამიანი, ვინც დაეხმარა შემშობლებში ნაყვანაში, რას გეუბნება, მასთან გააქვს კონტაქტი? ანუ ამბობს ის ხალი ვინ იყო, ვისთანაც იყავი ეს პერიოდი, შენ რაღაც 6 თვის იყავი, ხო? თუ არ ვწდები რომ წამოგიყვან. ხო, ის ვიცით ვისთან იყავი შენ? ის ანუ მე არ ვიცი, ჩემამდე არ მოსულა ეგ ინფორმაცია. არ გაინტერესებს? დიდად არ ვიცი რა არ ვინტერესდები მაგამით რა ვისთან ვიყავი ეს და რაღაცა უფრო აი მშობლების ამბით უფრო ვინტერესდები რომ აი თავიდანვე რატო მოხდა ეგ რაღაც მართლა ის მიზეზი იყო რომ ხანმოკლე ოჯახი იყო და აღარ უნდათ უბრალოდ შვილი თუ რაღაც სხვა მიზეზები იყო და იქნებ ის სიზა რო იპოვოთ აქედან ყველაზე გავიდეთ მან იცოდეს რამე მაინც თუნდაც რომელ სამშობიაროში ხარ დაბადებული ეს მაინც რო ვიცოდეთ არ ვიცი დიდი ალბათობით კი ეგეც არის მაგრამ მე ესე ინფორმაცია არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით არ ვიცი შეიძლება ის ცოცხალია ვინც დაეხმარა კი და რა დაელაპარაკო იმანაც ეს ინფორმაცია იცის ანუ რომ მივიდა ესე რომ ვთქვათ და იქიდან რომ ესე რომ ვთქვათ წამომიყვანეს და რაღაცა ეს ინფორმაცია ხო და აი სად მივიდა ეგ რო კითხო რომ შენ მიხვიდე ხო ალბათ არ ვიცი ვკითხავ მაგას ალბათ არ ვიცი შენგან გასხოვით ანა უფრო ჩართულია ანა კი ანა უფრო ჩართულია და ანას თხოვეთ რომ შენ წამოიყვანე იმიტომ რომ ელენე ცოტა ერიდება ესე საჯაროდ ამ თემაზე საუბარს და დიდად არ არის ასე ვთქვათ გამოზიები დაინტერესებული თავიდან მე ანასთან მქონდა ურთიერთობა ანა დამიკავშირდა და ანასგან ვიცი რომ დაიბადა მეხუთე სამშობიაროში, იმიტომ რომ თვითონაც ესე იცის. მოდი შენ როგორ გაიგე რომ აყვანილიყავი ეს მომიყევი? ნუ ელენემს როცა უთხრეს უკვე რომ რეალურად არ იყო აღბრძნელი მშობლების ბიოლოგიური შვილი, მირეკავს და მეუბნება რომ იცი რა არის, ჩვენ ამ პერიოდში მეგობრობთ, უბრალოდ მეგობრობთ, რომ აი ნელ-ნელა და ეტაპობრივად მივყვეთ ამ საკითხს. და მირეკავს და მეუბნება რომ იცი რა გავიგე რომ არ ვარ ჩემების ბიოლოგიური შვილი და უკვე მეც დავიწყე ჩემებთან კითხვების დასმა. ნუ კითხვების დასმა ესე კონკრეტული კითხვა არ დამისვია, თუმცა ვესაუბრებოდი უკვე ელენეზე რომ აი ესეა გაიგო რომ არ არის მათი ბიოლოგიური შვილი და რა ხდება, იქნებ გავიგო და ნუ შენ არ გაგშენია კითხვა, იმიტომ რომ დედა შენი ძალიან პატარაა. ანუ რეალურად თითქმის ტოლები ვართ მე და დედა შენი. ხო და ცოტა გასაკვირი არ იყო ეს ამბავი. ესე ანუ ამას აქში რატომ მოუნდა შვილის აყვანა? ეს კითხვა არ გაგშენია? ჯერ პირველი კითხვა რაც ყოველთვის მიჩნდებოდა იყო ის რომ ჩემს იმდანად უყვარს ბავშვები, ნუ მაშინ რატო ყავარ მეთქი ერთი შვილი და რატო არ გააჩინე ბევრი ბავშვები, იმიტომ რომ გიჟდება ბავშვებზე და ყოველთვის რო არიდებდა ამ კითხვებს, იგივე კითხვები მეც და მისვამს რაც ელენემ დასვა რომ აი რომელსაც დავიბადე და მახსოვს ერთხელ იყო ის შემთხვევა რომ მითხრა შუა დღით დაიბადე და რაღაც წლების მერე ვკითხე კიდევ გამომეორე და ვაფშე სხვა დრო მითხრა და ის არ ახსოვდა ის არ ახსოვდა რომ უკვე ერთხელ ნაკითხი მქონდა ეს ყველაფერი და ნუ მე ელენემ რომ დამირეკა უკვე და ვუთხარი ელენეზე რომ მეთქი ესე და ესე გავიგე რომ ნაშულებია ნუ ბოლო მითხრეს რომ იცი რა შენც აყვანილი ხარ და მე მგონი ელენე შენი ბიოლოგიური და არის ეს როგორ გითხრეს ესე პირდაპირ ვერ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ რაღაცნაირად ეს სიტყვები რომ მე მგონი ელენე შენი ბიოლოგიური და არის ეს პირდაპირ მითხრა რა თქმა უნდა მაგრამ აი ის რომ აი აყვანილი ხარ მე თვითონ დავუწყე რომ ნუ მოდი მითხარი ბოლო უნდა მითხრა ეხა ხო იმიტომ რომ ფაქტია რომ ვიღაც ძალიან მგავს თითქმის იდენტურად მგავს და აქვს რაღაც სხვა ისტორია და შესაბამისად მეც უნდა ვიცოდე სიმართლე და ნუ ესე მითხრა მეც დაურეკე ელენეს რომ მეთქი გავიგე რომ მეც არ ვარ მათი ბიოლოგიური შვილი და ბოლო სავარაუდოდ ვარ ცდები
ისტორია იყო შემდეგი, რომ დედაჩემი და მამაჩემი როდესაც დაქორწინდნენ, ჩემი აღმზრდელი მშობლები, რაღაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გააჩინეს ბავშვი და უკვე რომ მივიდა იმ საკითხზე საუბარი, რომ ბავშვი უნდა აეყვანათ, ერთ-ერთი ჩვენი ნათესავი, ესე რომ ვთქვათ, მუშაობდა მეხუთე მუშაობდა არა უფრო აი რაღაც პროდუქტი და რაღაცები გასაყიდად მიქონდა და რაღაც მსგავსი ის იყო და იქ გაიგო რომ ექიმი ამბობს შემდეგ სიტყვებს რომ ბავშვი ყავს გასაშვილებელი მშობელმა დატოვა და ჩემებს უთხრა ეს ყველაფერი რომ ბავშვი გავიგე ვიღაც ექიმისგან რომ ბავშვი ყავს გასაშვილებელი და უნდა მივიდეთ და ვნახოთ. როდესაც მივიდნენ მეხუთე სამშობიაროში დახვდათ ეს ექიმი ვინც იყო ციური ვაწაძე. ეს მისი რეალური სახელი და გვარი იყო თუ არა ეს ჩემო მშობლებმაც არ იციან, თუმცა ეს ასე გაეცნო რა. ხო, ციური ვაწაძე. და როდესაც გაეცნო ჩემებს ეს ქალი ამ სახელით და გვარით, უთხრა რომ გლდანში, კორპუსის ბინაში ყავდათ ბავშვი, რომელიც დედამ გააჩინა და დატოვა, არასასურველი ორსულობა იყო და დატოვა და შესაბამისად ეს ბავშვი უნდა გაშვილებულიყო. და როდესაც მივიდნენ ამ გლდანში, სადაც ყავდა ძიძას კორპუსის ბინაში, უთხრეს რომ ბავშვს წაიყვანთ, მაგრამ სანაცვლოდ თანხა უნდა გადაგვიხადოთ. აქ იყო საუბარი დაახლოებით $5,000-ზე. შენზე ელენე? ჩემ შემთხვევაშიც იგივე იყო. იგივე თანხა? თანხა იყო და 5,000 თუ უფრო ნაკლები. რაღაც $4,800, $5,000. დაახლოებით ხო, იგივე თანხაზე იყო საუბარი. უბრალოდ შემდეგ ის იყო, რომ ჩემმა სასამართლოშიც გადაწყვიტეს უკვე ამ საქმის ესე რომ ვთქვათ, მიიყვანა სასამართლომდე და სასამართლოს გზით გადაწყვიტა უკვე, რომ მათ ავეყვანეს შველად. თუმცა მანამდე კი, რა თქმა უნდა, თანხის სანაცვლოდ იყო. შეიძლება მიიტანეს თანხა? მიიტანეს თანხა. ოღონდ აქ ის ფაქტი, რაც ყველაზე, ესე ვთქვათ, მძიმე იყო ის, რომ ტანსაცმელი, რაც მეცვა უნდა დაეტოვებინათ. და ისმის კითხვა რეალურად რა შეჭირდებოდა ეს ტანსაცმელი, თუ ელენე არ იყო იქ? თუ ელენე იქ არ იყო, ან თუ სხვა ბავშვები არ ყავდათ, რეალურად რაში უნდა დაჭირებოდათ რაღაც, უბრალოდ ტანსაცმელი. და გამოვართვეს ტანსაცმელი, თანხა, როდესაც მიიტანეს იმ დღესვე გადასცეს ჩემი დაბადების მოწმობა, სადაც ბიოლოგიური მშობლების გრაფაში წერია ჩემი აღმზრდელი მშობლების სახელები და გვარები. თვითონ იმასმა გააკეთეს ყველაფერი გამზადებული და გააკეთეს ყველაფერი გამზადებული და ჩემებმა რომ დასვეს კითხვა რა თქმა უნდა რომ ვისი შვილია რაღაც არ ვიცით წავიდა დედა და უბრალოდ დატოვა და არაფერი არ ვიცით ამ ბავშვის შესახებ. როდესაც თქვენ მშობლებმა წამოგიყვანეს, რომელიმე მიცოდა რომ ტყუპის სალი ყავდათ იქ? არა. ორივე მშობლები ალბათ წამოიყვანდნენ ხო მეორესად? წამოიყვანდნენ. აუცილებლად ეხა ერთი წამოიყვანოთ და მეორე დატოვა ეს რაღაცაც, ჩემს და ანას მშობლების შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ არ მოხდებოდა არანაირად. და რატო გააკეთეს ესე როგორ ფიქრობთ? ან თქვენებს რატომ მოიხსნენ ეს? რატომ არ უთხრეს თავის დროს? ეს ხო არ დაიმალებოდა? მე მქონდა კიდევ ერთი ესეთი ვერსია ანას ისტორიასთან დაკავშირებით, აი მშობელთან დაკავშირებით, რომ ანას დედა არის საჩხერელი, ეგეც არის და თუ ჩემს უთხრეს რომ ელენეს ბიოლოგიური მშობლები არიან საჩხერლები, მე იმას ვფიქრობდი უბრალოდ რომ შეიძლება ანასაც დაუმალეს ანას მშობლებს უფრო სწორად რომ აი რადგან შეიძლება იცოდნენ რაღაცა რომ ერთი რაიონია, მაგრამ მარტივად გაიგებდნენ ყველაფერს და რაღაცა ეგეთი ვერსიაც გქონია იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც დაბადების თარიღიც ჩემი ვიც ანუ ასე თუ ისე მგონია და ვიცი რომ ზუსტია იქიდან გამომდინარე რომ მე როცა წამომიყვანეს ჩემო მშობლებმა იყო ფერისცვალების დღესასწაული დაახლოებით ეგ პერიოდი იყო და ფერისცვალების დღესასწაულიდან უკან 6 თვე თუ 6 თვის ვიყავი თებერვალის პერიოდი. შენ წამომიყვანეს? მე წამომიყვანეს აპრილში და აპრილიდან უკან მე ვიყავი 2 თვის და უკან 2 თვე თებერვალია. თებერვალია ისევ. რაღაც დონეზე მაინც თებერვალი. ანუ ჩვენ ახლა არ ვიცით თქვენ ერთ იგივე ბინაში იყავით და შენ წამოგიყვანეს შენ დაქტოვეს თუ სხვადასხვა ბინაში ყავდით განაწილებული. ეგ არ ვიცით. გეხოცები კითხე იმ ადამიანს მე. ეს მაინც გავიგოთ. კარგი, თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენ გამოჩენას? არ ვიცი, ძალიან ემოციური. აი ძალიან ემოციურად შეხვდნენ, მახსოვს პირველად რო ელენე ჩემთან მოვიდა.
დედაჩემს პირდაპირ მნიშვნელობით გული წავიდა, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ როგორია ის იმ ფაქტის გააზრება, რომ ბავშვს, რომელსაც ზრდი 20 წლის, 18 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებ ამ ბავშვისთვის, უცებ ზუსტად იგივე მეორე გიჩნდება და რაღაც ძალიან დიდი შოკი იყო. მეორესთვისაც რომ შეგეძლო რაღაცა გაგიკეთებინა და ვერ გააკეთე რაღაც დაახლოებით ეგეთი დედაჩემსაც და რაღაც ისეთი შეგრძნება უჩნდებათ ჩვენ მშობლებს, რომ თითქოს თავს ადანაშაულებენ რაღაცაში, ნუ რამეთი ბრალია, მაგრამ მაინც ადანაშაულებენ იმაში, რომ აი შეგვეძლო ორივესთვის გაგვეკეთებინა, მაგრამ ეხლა უკვე ანაზღაურებენ ამ ყველაფერს. შენებმა დედაჩემს თვალ გული არ წასულია რაღაცა უფრო ისე იყო, მაგრამ ნუ აი დედაჩემს თავიდან ძალიან უხარო და ეგ ამბები რომ უკვე რაღაცა ესე რომ თქვა თანამაც რომ მითხრა რომ მეც ნაშვილები ვარ და რაღაც დედაჩემს რო ვუთხარი ეგ ამბები იმდენად აი გაუხარდა ეგ ამბები როგორია გასახარებლად, მაგრამ აი ისე გაუხარდა რომ აი ჩემ შულს ეხა ეყოლება დააგვერდით ადამიანი რაღაცა, იმიტომ რომ ნუ მასაც ყავდა და სამწუხაროდ და გარდაეცვალა და აი ეს დის მიმართ სიყვარული და დადისთვის რა იყო და როგორ იყო აი ყველაფერი რომ გამოვლილი ქონდა, თითქოს აი იგივე უნდოდა ჩემთვისაც რომ ქონოდა და მეც ეხლა რომ დედის ერთად ვარ გაზრდილი და რაღაც ჩემსაც აი ძალიან გაუხარდათ მართლა და ანაც რა ვიცი ისე ძალიან უყვართ და ძალიან აფასებენ ანას. თქვენი მშობლები ერთმანეთთან თუ მეგობრობენ? კონტაქტობენ? იცნობენ ერთმანეთს, სამწუხაროდ ნუ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მოვახერხეთ რომ შევახვედრეთ ერთმანეთს, მაგრამ ესე რაღაცა ონლაინ კომუნიკაციით მე თუ ანას ურეკავან ან თუ მე მირეკავს და რაღაცა ერთმანეთს კითხულობენ, ესაუბრებიან ჩვეულებრივად და ძალიან კარგი კომუნიკაცია აქვთ. და მშობლებს არ აინტერესებთ ბიოლოგიური მშობლები ვინ არიან? ანუ თვითონ არ გამოხატავენ მოძიების სურვილს? ნუ შეიძლება აინტერესებდეთ კიდეც, მაგრამ უკვე ის არის, რომ მე პირადად რაც დედაჩემისგან და ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ ეს არის შენი სურვილი, აბსოლუტურად შენი სურვილია. ჩვენ გითხარით, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ გვეთქვა ეს ყველაფერი და არ დაგიმალავდით და ესე ვთქვათ, ტყუილში არ გაცხოვრებდით. ჩვენ გითხარით ეს ყველაფერი, დანარჩენი უკვე შენი სურვილია. შენ თუ გექნება ამის სურვილი, რომ იპოვო შენი ბიოლოგიური მშობლები, ამაში დაგეხმარებით. და თუ არ გექნება სურვილი, რა თქმა უნდა, ახლა ვერავინ ვერ დაგვაძალებს, რა თქმა უნდა, სურვილი არ გვექნება. 18 წლის შემდგომ შეხვედრამ ის წლები ანაზღაურა, რაც ერთმანეთის გარეშე გაატარეთ? თითქოს კი, მაგრამ მაინც ბოლომდე ალბათ ვერ. აი რაღაც ის ბავშვობის პერიოდი, რომელიც ანუ ყველა რაღაც ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ რეალურად და ის ბავშვობის პერიოდი რო არ გვაქვს ერთად გატარებული, ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს ორივესთვის. ეხლა რაც რო ეხლა დიდი ხანი გვაქვს ურთიერთობა და რაღაც, აი ეს თითქოს უკვე შემდეგ რაღაცა გოგოობა და ის რაღაც თინეიჯერობა და რაღაც ეგეთი პერიოდები თითქოს დავეწიეთ, მაგრამ აი ბავშვობის მომენტებს ვერანაირად ვერ ავანაზღაურებთ, რა თქმა უნდა და ის ბავშვობის მომენტები ალბათ ორივეს გვაკლია რაღაც ერთმანეთთან, რომ რაღაცა გვინდოდა ალბათ გაგვეტარები გვისაუბრია ამ თემაზეც, რომ ნუ აი რა მოხდებოდა, რომ ამ სიტუაციაში ერთად ყოფილიყავით სკოლაში, ბაღში, რა იქნებოდა, როგორები ვიქნებოდით. შეიძლება ამას ჩვენს რაღაც პიროვნულ თვისებებზე, ხასიათზე სხვანაირად ქონოდა გავლენა რა ერთად გავსრდილიყავით. თქვენ ხართ იდენტური ტყუპები, მაგრამ ხასიათი არ გაქვთ იდენტური. არა, იმიტომ რომ ახლა მაინც სხვადასხვა ოჯახებში ვართ გაზრდილები, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ოჯახს ძალიან რაღაცა ისე პატიოსანი ოჯახია, ორივე წესიერი, ანუ კარგ ოჯახებში ვართ რეალურად, მაინც სხვადასხვა ხასიათები გვაქვს, რაღაც ალბათ იმ რაღაც სოციოკულტურული გავლენებიდან გამომდინარე, ახლა სხვადასხვა კულტურა არის, მაინც გინდა არ გინდა, სხვადასხვა სოციუმში გავიზარდეთ და რაც იქიდან გამომდინარე, რაც ჩამოგვიყალიბდა ხასიათები და რაღაც ისინი, ახლა ეგ გვაქვს და რა ვიცი, რა ხასიათები ნამდვილად. რაში გავხართ, რაში არ გავხართ ერთმანეთს? აი არ ვგავართ იმაში, რომ მე მაქვს ანუ მარტივად ფეთქებადი ხასიათი, ანუ თუ რაიმეს თქმა მინდა, ვამბობ პირდაპირ, თუ მინდა რომ გეჩხუბები და ეგეთი ვარ და ელენე შეუძლია რომ დაჯდეს მშვიდად წყნარა დაგიხსნას დიპლომატიური გზით და მე არა, მე პირდაპირ უნდა გითხრა, რასაც ვფიქრობ. ერთმანეთში ჩხუბობთ ხოლმე ხშირად? ოკეი, საკმაოდ ხშირად აი ძალიან. დაიწყო უკვე, ადრე არ იყო ეგ და დაგვეწყო რა ახალიდები რო იყავით? ახლა რაღაც ვერიდებოდით ერთმანეთს და მე უკვე მოდი რაღაცა და რა ვიცი, წეწავდით ერთმანეთს ბოლო პერიოდი, მაგრამ
ნუ ეს რაღაცა ჩხუბის ძად ისე, ანუ სიყვარულიდან გამომდინარე მოდის რეალურად ერთმანეთზე გვინდა ზრუნვა, ერთმანეთზე რაღაც ის გვერდში დგომა და აქეთ რაღაც პატარ-პატარ რაღაცებზე მოგვდის ხოლმე ჩხუბი, მაგრამ ესეც საჭიროა ალბათ. რა თქმა უნდა, რაც ბავშვობაში ვერ იჩხუბეთ. ეხლა ერთიანად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა და რატომ მოხდა თქვენ გაშვილება? ვერ ვიაზრებ, ანუ მე როგორც შობელმა ვერ წარმომიდგენია, ანუ არანაირი მიზეზი არ არის ჩემთვის გასასამართლებელი. მშობლიდან ვამბობ, ბიოლოგიური მშობლიდან არც ერთი მიზეზი არ არის ჩემთვის გასასამართლებელი იმის, რომ რატო შეიძლება დატოვოს შენი შვილი. მესმის შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემა, იყოს რაღაც სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია. შეიძლება იყოს რაღაც პრობლემა, რამაც რეალურად შეიძლება ამ ნაბიჯამდე მიგიყვანოს, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს რაღაც გვეცნობიერში ხო მაინც რაღაცას გვცნობთ რა და თქვენ რას გცნობთ და როგორ ფიქრობთ? ნუ ხო ნახავთ ოდესმე ხო დადგება ეს დღე რა მოხდება და წინ რა გელოდებათ? ნამდვილად არ ვიცი ხა ესე წინასწარავი უნდა ვიფიქროთ და როგორ დანერად უბრალოდ თუმცა ხა ჩემ შემთხვევაში მე რაღაც ის მგონია მაინც ანუ ფინანსური გაჭირვება მგონია ამ ყველაფრის მიზეზი თუმცა როგორც ანასთვის ასევე ჩემთვისაც არ არის ეგ რაღაცა გამომართლებელი მიზეზი იმიტომ რომ ფიქრობ ადამიანი როცა შულზე იღებ რაღაც ამხელა პასუხისმგებლობას როგორ შულის სკოლას აპირებ იქ გააზრებული უნდა ჩემს ნორმალურად ანუ ჩამოყალიბებულ ადამიანთან ეგრე უნდა იყოს რომ გააზრებული უნდა ქონდეს ისინი ფინანსური მდგომარეობაც ისიც ანუ ბავშვზე არ უნდა გადატყდეს შემდეგ უკვე ყველაფერი და ბავშვზე არ უნდა მოხდეს ამხელა ზეწოლა რომ აი რაღაც სიტყვაზე ფინანსურად რაღაცა ჩამოუყალიბებელ ოჯახში ყველგან არის პრობლემები რაღაც ფინანსური ასე შემდეგ მაგრამ როცა უბრალოდ არ გაქვს საშუალება არანაირი რომ ბავშვი აღზრდარო დღესდღეობით 21 საუკუნეში ძალიან ბევრი საშუალება არის იცით შეგიძლია ანუ თავდაცვა განავითაროთ. მე არ იქნებოდით თქვენ. მე არ იქნებოდით, მაგრამ თუმცა მაინც არ ვიცი ხა იმათი გადმოსახედიდან როგორ იყო და რა იყო არ ვიცი და ვერც გამშვი. ბრაზი და წყენა გააქვთ? არა. და მარტივად მიიღებთ მშობლებს, დედმამიშვილებს რომ ნახავთ მე. გააჩნია მათ ისტორია. ესე ვთქვათ, ისტორიას და თან მათ აზროვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ისინი თვლიან, რომ ეხლა მე რო ვიღაც მოვიდეს და მითხრას, რომ იცი რა, მე დედა შენი ვარ და მოდი შენი აღმზრდელი მშობლები, ვისთანაც 18 წელი იცხოვრე. და იქ კიდეც უდად რო ვთქვათ და წამოდი, ანუ არა, არანაირად. ნუ გააჩნია რა მათ აზროვნებას და შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემში, ისევე როგორც შენში, არის თანხა გადახდილი, ანუ გვიყიდეს შვილმშობლებმა, მაგრამ ოკეია ეს ფაქტი შენთვის როი თანხა გადაიხადეს. ამას თუ გავაანალიზებ და ამ საკითხზე ვიფიქრებ, ძალიან რთულია. აი რაღაც თითქოს ის შეგრძნება გიჩნდება, რომ ნივთი ხარ და რაღაც ვიღაცამ გიყიდა, მაგრამ თან იმ ფაქტს რო უკვირდებ, რომ მარტო ჩვენ ხო არ ყოფილვართ. მხოლოდ ჩვენზე ხო არ იყო ეს ყველაფერი, ნუ როგორც შენ, როგორც რავი, ბევრი ბავშვს იგივე აქვს რა გამოვლილი. სამწუხაროდ ჩვენ ეს ყველაფერი იმდო გამოვიარეთ და ჩვენმა მშობლებმა ეს ყველაფერი იმდო გამოიარეს, რომ ბავშვის ოფიციალურად აყვანა იყო იმხელა ბიუროკრატიულ საკითხებთან, წლებთან დაკავშირებული, რომ ექიმებმა ხელისმოთმობა დაიწყეს ამითი და პირდაპირ სამშობლოდან დაიწყეს ბავშვების გაყიდვა და მშობლებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ. ანუ მე ყველადან დავამართლებ ჩემს მშობლებს და ვამბობ, რომ რა უნდა ექნათ. ეხლა მამაჩემი არ იყო პატარა და ეხლა კიდე 10 წელი და 15 წელი რეკშოში ამდგარიყო, შეიძლება ძალიან გვიან მომხდარიყო ჩვენი ასე ვთქვათ შეხვედრა. თავად რას ამბობენ ამ საკითხზე? აი თვითონ როგორი განწყობა აქვთ ბიოლოგიური მშობლების მიმართ?
ჩემს ახლა მაგალითად, რა ვიცი, აი ზუსტად იგივე განწყობა აქვს, რომ აი თუ შენ ახლა ჩემთან დაკავშირებით თუ შენ მოგინდება რომ ისინი გაიცნო და იმათთან კონდეს კონტაქტი და ურთიერთობა, კი ბატონო, თუმცა მე ვფიქრობ იმას, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენში რაღაცა კონკრეტული თუნდაც თანხა გადაიხადეს ან რაღაც გავსი, იმ თანხის სანაცვლოდ ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ უდიდესი სიყვარული, უდიდესი თანადგომა, უდიდესი აღზრდა, განათლება, ყველაფერი ჩადეს ჩვენ მოშოვლება და ეს თანხა რომ რაღაცა მე ხარ მიპირადად ხო აღარაფერი აღარ არის და მიპირადად ეხლა ნაღდად ვერ აღვიქვავ ჩემ თავს რაღაცა ნაყიდ ნიუთად ან რაღაც მსგავსად ნამდვილად ვერ აღვიქვავ ვფიქრობ რომ სანაცვლოდ რა თქმა უნდა მათ გააკეთეს ამხელა რაღაცა რომ შვილი აიყვანეს მასზე აიღეს პასუხისმგებლობა ამხელა რაღაცა სიყვარული ჩადეს ზრუნვა და ურთიერთობა პლუს კიდე რომ დედა ჩემისთვის ეხლა სულ იძახდა ხოლმე რომ ჩემთან ურთიერთობა მისთვის არის საჩუქარი და ანუ ჩემთან რო აქვს ურთიერთობა და რომ შეუძლია რომ მე თუნდაც აღზარდა და რაღაცა ეს ყველაფერი ჩადო ჩემში სანაცვლოდაც იღებს ყველაფერს ამ ყველაფერს სანაცვლოდაც იღებს რომ მას ყავს შვილი რომელიც იცის რომ ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველაფერი ამაქს საკმარისად უბრუნებ ესეთა ჩემი აზრით კი არის იმისთვის არც არის რომ იამაყოს აი რაღაც ეგ განცდაც არ ქონია რომ მე მინდა რომ შენი თუ იამაყო მაინც და მაინც არა უბრალოდ მე მინდა რომ შენ რომ სიტყვაზე ჩამოგაყალიბო უპირობო სიყვარული მისი მხრიდან და ჩემი მხრიდანაც ხო აი შენი მხრიდან უნდა მეკითხა მე სამწუხაროდ როდესაც გავიგე რომ მაყვანილი ვიყავი შემშობლები გარდაცვლილები იყვნენ და ყველაზე მეტად მან ვადანაშაულებდი ჩემთვის რომ შემეძლო რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან კაი შვილი ვიყავი ხო პრობლემებს არ ვქნი პირიქით აი მართლა კარგი შვილი ვიყავი დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა რომ შემეძლო რომ უფრო კარგი ყოფილიყავი და უფრო მეტად მათ დამეფასებინა მათთვის ეს ამაგი რა და თქვენ გამოგდით მე სამწუხაროდ ნუ შეიძლება ყველა ხა შვილი ვერ უბრუნებს იმ სიყვარულს რასაც მშობელი დებს მასში მაგრამ მაინც რაღაც დოზით უბრუნებს თუნდაც მშობელი რო ხედავს შენს წარმატებას შენს პირად ცხოვრებაში თუნდაც ან კარიერაში ან სადმე რო ხედავს რამდენად ესე რომ ვთქვათ გააკეთა რაღაცა ეს ყველაფერი იმისათვის რომ შენ და შემდეგ უკვე მე ეს მოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზეც ხო შენ ამ მშობელმა აღზარდა ჩაადო შენში ყველაფერი და შენ უკვე შემდეგ შენ თაობას უნდა გადაცე ეს ყველაფერი და ამას რომ იაზრებს დიდი ალბათობით მშობელი რომ ესეთი ადამიანი აღზარდა, მისთვის ეს უკვე საკმარისია და არ არის საჭირო რომ რაღაცა თუნდაც აი მე მინდა რომ მაინც ვიამაყო. გააჩნია რა მშობელს, ეგეც არის მშობელს გააჩნია შვილი ხო ინვესტიცია არ არის რეალურად. შვილი ყავს და უნდა გიყვარდეს უპირობოდ. ესე ვფიქრობ, ესე გავგზარდეს ორივე რომ შვილი როდესაც ყავს უნდა გიყვარდეს უპირობოდ. შვილი არ არის ინვესტიცია, შვილი არ არის მაინდა-მაინც იმისთვის არ ყავს რომ აი უნდა იამაყო, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მაინც, რომ ის ამაგი ის ყველაფერი რა ჩვენთვის გააკეთეს, დავუბრუნოთ რა, ვერანაირად ვერ დავუბრუნებთ. უბრალოდ ჩვენ სახელზე ბედნიერება მათთვის არის ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეუბნებიან მშობლები შვილებს, რომ არიან აყვანილები? ეგოიზმის გრძნობა აქვთ. მგონია რომ ბევრ მშობელს აქვს იმის გრძნობა რომ მე თუ ახლა ვეტყვი ჩემ შვილს რომ აყვანილია მე დამტოვებს და წავა ხო ახლა თქვენ ხომ ორივე მკითხათ რომ აყვანილები ხართ მინდა რომ თქვენ ჩვენ მაყურებელს გააგებინოთ აი იმ დედებს რომლებიც არ ეუბნებიან სიმართლეს რომ არავინ არ წავა სინამდვილეში რა არა იცი არის ფორმებსაც გააჩნია და შეიძლება ესე ბიოლოგიური შვილიც წავიდეს და საერთოდ არ უნდა ეს ურთიერთობა ანუ მაგათმა აყვანილზე ხო არ არის რაღაც ისტორია ხო არ ფორმას გააჩნია ამ ყველაფერს თუ ეტყვი ძალიან პატარა ასაკში გულისხმობ ბავშვობის ასაკში რა თქმა უნდა ვერ გაიგებს რეალურად რას ეუბნები ეტყვი თინეიჯერობის ასაკში და ნუ რაღაცა თინეიჯერობის ასაკში როცა ესე ვთქვათ, უკრით იმ დონეზე რომ ვერ აანალიზებენ რა უნდათ, ბევრი რამ დასალაგებელი აქვს საკუთარ თავშიც, ნუ ეს ყველას გამოვლილი გვაქვს რა თქმა უნდა და ალბათ უნდა უთხრა ისეთ ასაკში, როდესაც ნუ შულს რომ ზრდი ხომ იცის შვილი როგორია, რა ინტერესები აქვს, ხასიათი როგორი აქვს და იმ ხასიათის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ქმის ფორმაც. როგორ უნდა 18 წელი არ იყო პატარა ასაკი?
არა, ჩვენში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ხა მე რაღაცა რომ დავაკვირდა ეხა ამ რაღაცას ესე რა ქვია ფსიქოლოგიურად რაღაც იმიტომ რომ ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ მეც და თვითონაც განათლების და განვითარების ფსიქოლოგიაზე ბავშვებთან მიწევს კონტაქტი და ეხა ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური. იმის ესე გადაჭრით თქმა რომ მაინც და მაინც აი ამ მასაკში უნდა უთხრა არის აბსოლუტურად არასწორი. ეხა შემოვიდა ძალიან ბავშვობიდანვე ეუბნებიან თავი. ძალიან შემოვიდა ეხა ტრენდში რომ აი ბავშვობიდანვე უნდა უთხრა. არა უნდა უთხრა. ინდივიდუალურია. ჩემ შემთხვევაში ბავშვობაში რო ეთქვა 5-6 წლის და 7 წლის ბავშვი ვერ გაიაზრებს რასაუბრია. ხო, რას ნიშნავს აყვანილი ვარ, აი რა ჩემი ეხლა ხო ამბობენ რომ უნდა მიაწოდო ნელ-ნელა ინფორმაცია რომ ის სხვა დედის მუცელში გაიზარდე, სხვისგან წამოგიყვანე, მე შენი ბიოლოგიური მშობელია რომ და ამ გარემოში უნდა გაზარდო რომ მისთვის არ იყოს გასაკვირი. შენ თქვენ ესე არ ფიქრობთ? ბავშვს გაუჩნდება ის გზნობა რომ ანუ მე სხვისი ვარ და შენ მე რაღაცა მიმითვისე და შეიძლება აგრესია ჩამოუყალიბდეს ამ შემთხვევაში მშობლის მიმართ ძალიან დიდი. რომ შენ მე სხვისი ვიყავი, შენ მიმითვისე, წამართვი, რაღაცა ასე შემდეგ და ამიტომ მაგიტო ვიძახი რომ ინდივიდუალური არის ყველაფერი რა. ვერ იტყვი ესე გადაჭრით რომ აი ზამთრით ზოგ ბავშვობიდან უნდა მიაწოდო, უბრალოდ იტყვი იმას რომ ბავშვობიდან უნდა მიაწოდო, ზოგს ცოტა შემდეგ ასაკში. თქვენ შემთხვევაში არ ყოფილა ეს კეთილმოსური ადამიანები, რომლებიც ესე ჩუმად გეუბნებოდნენ რომ იაყვანილი ხარ ახლა. მე მეზობელმა რომ წავამაძახა, ესე არავის არ უთქვამს? არა. ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. არა. და ეს უცებ რომ თავზე რო დაგესადეს და აი რეაქცია როგორ იყო? მე ხა თავზე მთელი ცხოვრება თავზე დამეგრა რო გავიგე რომ აყვანილი ვიყავი. ძალიან არ მიცადე. თქვენ არ იყავით ესე? არ ყოფილვართ ეგრე, იმიტომ რომ მანამდეც უკვე იცი რა არის. მანამდე დაიწყო შეგრძნებები. მანამდეც იყო ეს შეგრძნებები რაღაც კონკრეტული. თითქოს აი შემზადებულები ვიყავით, თუმცა შემზადებულები რომც არ ყოფილიყავით. მშობლების მხრიდან? თუ საკუთარი თავიდან მოდიოდა ეგ გრძნობა, რომ ნუ ორივე გავიზარდეთ საკმაოდ იდეალურად ვიტყვი იმ შემთხვევაში რომ არ გვაკლდა არაფერი აბსოლუტურად არც ფინანსურად არც ისე ნუ არანაირად არაფერი არ გვაკლდა მაგრამ ორივეს რაღაცა დაბადებიდან თუ არა და იმ მასაკიდან უკვე როცა ჩამოგვიყალიბდა აზროვნება მქონდა ის შეგრძნება რომ რაღაც მაინც გვაკლდა ყველაფრის მიუხედავად არანაირი პრობლემა არ ქონია მაგრამ რაღაც გვაკლდა ეს რაღაც იყო ყოფისცალი? კი ნუ ჩემთვის ესე იყო რავი ან პოვნის მერე ის გზნობა გაგიქრა? ხო, შენს? კი, აი ტყუპები ხო ამბობენ რომ აი რაღაც ერთმანეთს გრძნობენ რომ სხვანაირადო. გრძნობდით? ან რაღაც ის ტკივილი ეს რო ტკივა მეორეს ტკივა ერთ სიცხეა მეორე სიცხეა. აი ესეთი რაღაცები გქონდა. ეხლა გააქვთ? მაშინ შეიძლება ვერ ვიცნობდით ხა ერთმანეთს არ გქონდა ეს შეგრძნებები, მაგრამ ეხლა უკვე კი რა თქმა უნდა გვაქვს და იყო ერთი შემთხვევაც რომ მე რაღაცა აი მგონი 1-2 კვირა ნანახი საერთოდ არ მყავდა რაღაც და ვურეკავ და ამას სიცხე აქვს და იმ წუთში მე სიცხეს ვიზომავ სიცხე მაქვს რა ანუ რაღაც ერთნაირად გვჭირს რაღაც ის ავადმყოფობაც ისიც ისენ თუნდაც მიგრძნია და უცებ დამერეკია რომ რა გჭირს რატო ხარ ეგრე რაღაც აი უცებ აი საინაღაც მოდის ეს რომ აი ეს ადამიანი ხა არ გრძნობს თავს კარგად რაღაც აი რავი მე გზნობა თუნდაც ერთ მონაწერში ხვდება. ხო, ერთ მონაწერში ხვდებით უკვე ერთმანეთის იმას. აი როგორ ხარზე რო სტანდარტულად კარგად ვარს გაცემ პასუხს შეიძლება ორნაირად დააბრუნოს და რა გჭირს მაინც მოგწეროს იმ მომენტში როცა გჭირდება. იმის გააზრება და გაანალიზება რომ შენი მშობლები, ახსენე მშობლები შენი ბიოლოგიური მშობლები არ არიან. როგორი იყო? ალბათ ვერ გავიაზრეთ ჯერ კიდევ. იცი რა ბიოლოგიურ მშობლობას ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა. იქიდან გამომდინარე რომ ამხელა რაღაც რო ჩადეს ჩვენში, აი როგორ თქვა, აღარ ქონდა უკვე იმას აზრი, ისინი ჩვენ მშობლები არიან, მორჩა და გათავდა რა. აღარ ქონდა იმას აზრი, რომ ეხა ეს ჩემი იმან გამაჩინა თუ არ გამაჩინა, რა მშობელი რეალურად არის ის, ვინც აღგზრდის, ვინც ამდენი ხანი რაღაცა გაგიწევს დედობას, მამობას, რაღაც და კარგი მშობლები არიან, რო აზრი აღარ ქონდა. ისინი გაგვაჩენდნენ თუ არა. ბიოლოგიურ მშობლებს ეძებთ? მაგაზე ჭედები. არ ვიცი. ესე კონკრეტულად არ ვეძებთ, მაგრამ ინტერესიც გვაქვს. რაღაც დაპაუზებული ვართ რა ამ საკითხში. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო დავიწყეთ. მე და ანა რამდენიმე წლის წინ ძიება. ერენი არ იყო დაინტერესებული ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში და რაღაცნაირად ანაც გაჩერდა.
ელენის აყები თუ უბრალოდ ინტერესი გაგიქრა? არა, უბრალოდ რავი, რაღაცნაირად თან ინტერესი გამიქრა, თან გაქვს იმის ინტერესი ვინ არის, მაგრამ ამ ყოველდღიურობიდან გამომდინარე ვერ ვფიქრობ რა ამ საკითხს ესე დაჯდე და ესეც საკითხი უნდა დაჯდე და იფიქრო და მეთანხმები ალბათ. კი. ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, მაგ ფიქრს მე მოყვება ბევრი ემოცია, ბევრი სტრესი და შესაბამისად ესე არ ვფიქრობ ამ საკითხზე, თორე რომ დავჯდეს და ვიფიქრო საკუთარ თავთან, ალბათ რა თქმა უნდა გიჩნდება ინტერესი. შენ? მე ზუსტად იგივენაირად ვარ, რომ ალბათ ესე რომ რაღაცა აი ვერ ვფიქრობ თითქოს ან რა ვიცი ან რა ვიცი მეშინია ისი უნდა მეშინოდეს ყველა ხარში მიდგას ყველაფერი კარგად იქნება დიდი ალბათობით და რაღაცა აი უფრო ვერ მივდივარ იმ გადაწყვეტილებამდე რომ აი ხა უნდა დავდგე და უნდა მოვცებნო აი რაღაცა ის მომენტი ხო არ გაქვთ აი რაც მე და მემართა ანუ ბიოლოგიური მშობლის მხრიდან მიუღებლობას გულისხმობ მაგიტომ ხომ არ იხევთ უკან რომ რაღაცა მაინც გაფერხებს რომ აი იმედგაცრუება არ დაგხვდეს წინ ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა ხა მიმიღებს თუ არ მიმიღებს უბრალოდ რა ვიცი ელემენტარული ის არის რომ ის მაინც გავიგო რეალურად რა გვარის ვარ ასე შემდეგ რომ საქართველოს ხა ძალიან პატარა ქვეყანა არის და ხა ჩემი გვარის ვიღაცას რომ გადავეკვეთო თუნდაც ისეთ პარტნიორულ ურთიერთობაში რაღაცა ეგ არ ყოფილა ერთი შემთხვევა მსგავსი გამიგია კიდევაც და სამწუხაროდ არ ყოფილა მსგავსი ერთი შემთხვევა თუმცა აი ეს მიმღებლობასთან დაკავშირებით დიდი აზრი არ აქვს უკვე მიმიღებს თუ არ მიმიღებს მე ის ადამიანები რომლებიც ჩემთვის რაღაცას წარმოადგენენ იმათ უკვე ყავარ მიღებული და ეხა პლუს დამატებით ადამიანები მიმიღებენ არ მიმიღებენ მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ელემენტარული რაღაც სიმართლე მაინც გავიგო და თუ უნდა მე წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან არ აქვს მნიშვნელობა დაცმა ყავთ თუ არა ამის ინტერესი გაქვთ კი კიდე ყავთ თუ არა მაგრამ მაგ შემთხვევაში ჩვენ ვეგოისტდებით აღარ გვინდა აღარ გვინდა არ ვხუმრობ ანუ იმენა ჩევავსეთ ერთმანეთი ამ საკითხზე რომ ვისაუბრეთ ნუ ყავს თუ არა დაცმა მოდი არ გვინდა რა ვიყოთ ჩვენ და ვსო მათ ძალიან გავეგოისტდით თუმცა რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდება ძალიან მოდი მაშინ ისე უბრალოდ მაინც თქვა თუ არ ეძებთ დაბადების დაახლოებითი თარიღი და რაც ვიცით გვარი თუმცა დაზუსტებული არ არის 2005 წლის თებერვლიდან მარტამდე ამ პერიოდში 2005 წლის დასაწყისში 2005 წლის თუმცა დაზუსტებით ესეც არ ვიცით არც გვარი ვიცით დაზუსტებით მაგრამ რაღაც დაახლოებითი ინფორმაცია გვაქვს არის მამა გეწაძე დედა შუკაკიძე თუმცა შეიძლება ესეც არ იყოს თუმცა რეალურად არ არსებობს რა რასაც მოეჭიდები და მიყვები რა თუმცა ეს საიდან მოიტანდნენ აბა ამ გვარს კი როგორ არ მოიტანდნენ მე აგერ კვირკველია ვიყავი მაგრამ რა ვიცი კონკრეტული ისტორიას რაღაცა ისე რომ მაინც საჩხერელი წყვილია და მაინც ყავდა შვილები და რაღაცა იმ ხოლმე ისტორიას რა ვიცი ეს კვირები არის საჩხერეში კი საჩხერედან არის შუკაკიცეები არ ვიცი ბოდიში ვიხდი ნახოთ ეხლა თქვენ გაქვთ იმ საშუალება რომ ის კითხვები დამისვათ რომელიც შეიძლება გიცი ეხლა პირადად მაგრამ ეს საჯაროდ რაზეც არ მისაუბრია საჯაროდ რაზე იმედგაცრუება იყო შენთვის ბიოლოგიური მშობლიდან მიუღებლობის შეგრძნება რა შეგრძნება იყო არ იყო. არ იცი რა არის? მე ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, იმიტომ რომ ჩემი ისტორია იცოდა აი ბანგლადეში ცხოვრება, აი მართლა და დარწმუნებული ვიყავი რომ მის ყურამდე მისული იქნებოდა და რადგან არ ჩანდა აი ვიღაცებს ხო წერენ რომ აი მე გავაჩინე შვილი ამ წელს და შეიძლება შენ ჩემი შვილი ხარ აი ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ვინც მომწერა ანუ ერთსაც კი არ მოუწერია რომ შენ ხომ არ ხარ ან შვილი გარდამეცვალა ამ წელს და შენ ხომ არ ხარ ანუ მსგავსი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა მე ერთი პერიოდი ფინანსურისიც ხო ჩავაქსოვე ინტერესის რომ ვინც მომაწოდებს ინფორმაციას გადავუხდით ახას მოტყუებითაც არ მოუტყუები ვარ არავინ რომ მე და შენს რაღაც ვიცი ფული ჩამირისხა და ესეც არ უთქვამთ აი ანუ ვიცოდი რა რომ არ ჩანდა არავინ ვიცოდი რომ არ ვიყავი სასურველი. მისთვის თორე ხა. და მარის სასურველობის განცდა მე შენში შეცვალა რაღაც ძლიერი ცვლილებები მოახდინა. იცი რა არა.
როდესაც დასრულდა ჩემი ძიება, პირიქით სიმართლე გითხრათ, ცოტა გული დამწყდა, რომ ვიპოვე ნათესავები, იმიტომ რომ ეს 8 წელი იყო იმხელა თავგადასავალი ჩემთვის, იმდენად სულ ექშენი იყო. აი ვიღაც გამოჩნდებოდა, ვიღაცაზე გავიგებდი, რომ შვილი ყავს გაშვილებული. აბა წავედით, გავტესტეთ, მივატეკით, იქიდან კი ვილწივილი გამოვარდნები, რომ არ ყავს გაშვილებული, არ ქალიშვილი ვარ რაღაც. აი, ანუ ეს იყო იმხელა ექშენი ჩემ ცხოვრებაში, ეს 8 წელი, რომ უცებ რომ აი მორჩა და დავჯექი უაზროდ და ხო და აი ჩემი ქონა კითხება რომ ეხლა რა შვებითო ეხლა მეთქი სხვებს ვეძებთ სხვის დედებს და ეხლა ასმაგათ უფრო ვარ ჩართული სხვების მშობლების მოძიებაში თუ თქვენი სურვილიც იქნება ჩავერთვებით დიდი სიამოვნებით მაგრამ პირველ რიგში გთხოვ იმ ადამიანს კითხე საიდან წავამიყვანე თქო და მე რაღაცა კლასზე შეიძლება გავიდეთ გენეტიკური ტესტი გვაქვს გაკეთებული მაგრამ ახლონაცვები არ მოვიდნენ ხო არა მე რამდენი თაობიდან იწყებოდა გვარები რომ თუ გახსოვს იქნებ ვიღაცას ეცნოს ეს გვარები მე ან მე-4 თაობა იყო და თაობა სახელები და გვარები არ ეწერათ რაღაც ისეთი აკაუნტები გვარი მახსოვს რაღაცა სვანური გვარები იყო სხვა შორის არა სვანური გვარები არა ერთი იყო გულიაშვილი თუ რაღაც კი მსგავსი გულიაშვილი იყო ერთი მე-4 თაობის და სხვა დანარჩენი ისეთი აკაუნტები იყო შექმნილი რა და აი უმეტესი გვარები საიდან იყო რომელი გვარები იყო სვანური მე მახსოვს რომ ეს სვანური გვარები სვანები ხარ და იმერული გვარები იყო შერეული რაღაც მაგრამ სვანური გვარები რაღაც ძალიან მხვდებოდა თვალში არ ვეძებთ ანუ შუკაკიძეებს რეალურად გადავდიდარე იყო ეს სვანური გვარები ეგეც არის თუმცა ერთი გოგო მაინც ანუ ერთ გოგოს დავუკავშირდი ყველაზე ახლო ვინც ამოაგდო და იმას ნაშვილები ვარ ისის ნაშვილები აღონ იმას აღმზრდელი დედა არეუბნება იცის აღმზრდელი დედამ და არეუბნება ის გოგო არ არის ჩვენ ჯგუფში რომ გოგოს ვუპოვოთ და იმას რომ ვუპოვით მე იქნებ თქვენც კი პოვოთ რა ვიცი ვარ ყოველდღიურად თვითონ რაღაცებსო მაგრამ ნუ გაანება უბრალოდ თავი რა და სურვილი აღარ ქონდა ეგ ვიცი ანუ გავხართ ერთმანეთს მაინათესაური რაღაცა გავხდით გოგო ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის ძალიან საინტერესო ისტორია გქონდა ძალიან და რა ვიცი ოდესმე თუ გადაწყვეტთ მოძიებას კი იცით ვისაც უნდა მიმართოთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის პოდკასტის ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნახვამდის